მას რომ ჩვენი კომისიის წინაშე კითხვებისთვის პასუხის არიდება, პასუხისთვის თავის არიდება, კითხვებზე უარი ან კიდევ განზრახ-ცვახს და განმარტების მოცემა იჯება სისხლის სამართლებრივი წესით. მადლობა. ბატონო ელგუჯა, მოკლედ რომ მიპასუხოთ კითხვებზე და პასუხის დროს, რასაც ჩათვლით საჭიროდ რომ უნდა თქვათ, აი მომენტში რომ მოგვაწოდოთ ინფორმაცია. თქვენ სად ცხოვრობთ ამჟამად? მე პირადად ცხოვრობ ხაშურის რაიონის სოფელი წაღული. წაღული. კი ბატონო, ეს ჩორჩანიდან რა მანძილზე მდებარეობს? ჩორჩანიდან დაშორებული არის 3 კილომეტრი. 3 კილომეტრი. ჩორჩანა არის პატარა სოფელი უფრო, ჩვენი სოფელია დიდი სოფელი. უფრო დიდი სოფელი. 3 კილომეტრში ცხოვრობთ. 2019 წელს ჩვენ ქონდა წინასხდომა, თქვენ ხომ არ უსმინეთ ბატონი გიორგი გახარიას გამოკითხვას? ჩვენთან იყო მოსული. კი, იმიტომ რომ მას საგუშაგოს განთავსებასთან დაკავშირებით დაუსვით კითხვები და ამიტომ გთხოვეთ. ესე იგი 2019 წლის 24 აგვისტოს ჩორჩანის მიმდებარედ გაჩნდა ახალი საგუშაგო, რომელიც ჩვენი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღმართა. ცნობილია თქვენთვის ამის თაობაზე? ცნობილია. გაიხსნა ეს საგუშაგო, აი იქ ქარხანა იყო. დიახ. იმის თავზე გაიხსნა ეს საგუშაგო. თქვენ რომ ეს საგუშაგო გაიხსნა, როგორ გაიგეთ? სოფელში უკვე ლაპარაკობდნენ გაიხსნა ეს საგუშაგო თუ არა, იმის შემდეგ არ გასულა რამდენიმე ხანი და წაღulis ტერიტორიაზე შემოვიდნენ და გააკეთეს იმათმა საგუშაგო. იმათმა ვინ? აი რუსების საგუშაგო და წაიღეს სოფელ წაღulis ტყე. რუსებმა? კი. კარგი. აბა ეხლა ასე შემოვიდნენ დაახლოებით კილომეტრი ნახევარი. დიახ, ბატონმა გიორგი გახარიამ გითხრა რომ ეს არ არისო სიმართლეო. ანუ რასაც თქვენ ბრძანებთ რომ სწორედ 24 აგვისტოს, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღმართა იქ საგუშაგო, ამით მეო ამ გადაწყვეტილებით დავიცავი ჩემი ქვეყნის ტერიტორიებიო და იქო არაფერი დაკარგულაო. თქვენ ამბობთ საპირისპიროს. ესე იგი სწორად გავიგე ხო ბატონო ელგუჯა რომ მას შემდეგ რაც აღიმართა 2019 წლის 24 აგვისტოს ქარხნის თავზე საგუშაგო, რომელიც მანამდე არ არსებობდა, ამის შემდეგ ოკუპანტმა სახელმწიფომ განათავსა ახალი საგუშაგო, რომელიც მანამდე არ არსებობდა და რეალურად დაიკარგა ტერიტორიები. იქ თქვენ ვეღარ შედიხართ? ვერანაირად. 24 აგვისტომდე შედიოდით? მაშინ ასე რომ მოგვიყვეთ და მე აღარ შეგიშლით ხელს, ისაუბრეთ 2-3 წუთი თავისუფალ რეჟიმში. რა შეგეძლოთ 24 აგვისტომდე? ტყეში გავლა, მოჭრაშეში, საქმიანობა და რას ვეღარ ახერხებთ 24 აგვისტოს მერე? კი ბატონო. თუ შეიძლება. როდესაც გაკეთდა საგუშაგო რუსების უბრალოდ იმ ტერიტორიას შემოიღობა მართულ ხლართებით, მანამდე იქ სოფელში ჩამოდიოდა მდინარე. მდინარის გამოღმა ისინი არასდროს გამოსულან. მაგრამ იქ რომ გაკეთდა ჩვენებმა რომ საგუშაგო გააკეთეს, იმის მერე ამათმა შემოიწიეს კილომეტრი ნახევარი, ეს მდინარეც გადმოლახეს და მანამდე ამ ტყით სარგებლობდით სოფელი. შეშა იქიდან გამოქონდა, ჯონჯოლზე დავდიოდით, კი ბატონო, პირუტყვი დაგხვანდა. ახლა ვერანაირად ვეღარ შევდივართ იქ, ყველანაირი აკრძალულია, ერთსა ისიც კი უთხრეს წყებს, რომ რუსმა სალდატმა, რომ 200 მეტრზე არ მომიახოთო თუ გესვლიო. თქვენ თვლით, რომ ეს ტერიტორიები დღეისათვის დაკარგულია. იქ ჩვენ ვერანაირად ვერ შევდივართ. ადრე შედიოდით. დარწმუნებული ხართ, სწორად გახსოვთ? როგორ არ მახსოვს, ბავშვი ხო არა ვარ, 65 წლის კაცი ვარ, მახსოვს ისა ჩვენი იყო, შევდიოდი, გამოვდიოდი და ახლა ვეღარ.
თქვენთვის ცნობილია, რომ ის ტერიტორია, რომელსაც თქვენ ვეღარ იყენებთ, არის 100 ჰექტარზე მეტი ტყე. კი. საიდან იცით ეს? იმიტომ ვიცი რომ ნახევარზე მეტი დაკავებული და სულ იყო ეგა 250 ჰექტარი მაინც. ნახევარზე მეტი. სოფლის ტყე იყო ეგა, საკოლმეურნეო ტყეს ვეძახდით. თქვენ გახსოვთ კოლმეურნეობის. როგორ არ მახსოვთ? და იქიდან კოლმეურნეობა, კოლმეურნეობა. კი ბატონო. და იქიდან სარგებლოდით მუდამ დაჟე 1-4-5 სოფელი კიდე გარშემოსოფლები იმ ტყით სარგებლობთ. ტყის გარდა სახლებიც ხომ არ წაიღეს მავთულხლარში ხომ არ მოაქციეს? არა, სახლები არ იყო. ან სხვა სავარგულები, ან საბოსტნე, ან არა, სავარგულები არა, იყო აი საშენი მასალის კარიელად ვიყენებდით რა. აი სამშენებლო მასალად ვიყენებდით. რა იყო იქ, რა მოდიოდა კირქვა თუ? ინერტული მასალა იყო. ინერტული და მასალა. ბეტონს ვასხავდით რაღაცა. ვეღარ იყენებთ. ვეღარ დაკავებული აქვს იმათ. გასაგებია. კითხვები თუ არის ბატონელ გუჯასთან. ბატონი სოზარი. თვითონ ეს საგუშაგოები, აი რო წარმოვიდგინოთ, რაც შემოიწეს. სოფელთა მიმართებაში როგორ დგას, მაღლობზე დახურებს, ანუ პრაქტიკულად აკონტროლებენ აკონტროლებენ სიტუაციას, ხო, რაც მანამდე არ ყოფილა. მანამდე ისეთ თუ დადიოდნენ სოფელში, თუ შემოდიოდნენ, თუ არ შემოდიოდნენ რუსები. აი მდინარე საკეთ არასდროს არ გადმოსულა. კი ბატონო, მადლობა. ბატონელ გუჯას კითხვას დაუსვამს ბატონი თენგიზი და ბატონი ირაკლი. ბატონო გუჯა, მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა მოგზაურობისთვის. ახლა მე მაინტერესებს ასეთი რამ, ის საგუშაგო იცით თქვენ, ჩვენებმა რაც აღმართეს. ის რაიმე უსაფრთხოებას თქვენსას ან პრევენციას უსაფრთხოებისა უზრუნველყოფს ახლა ამჟამად? აი რამე დანიშნულება აქვს? არაფერი დანიშნულება იმას არ აქვს. ქართულ საგუშაგოზე კი, ქართულ საგუშაგოზე ვამბობ მე. არაფერი დანიშნულება. რომელსაც ისინი ამბობენ, რომ ეს იყო ჩვენი გამარჯვება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. რამეს უზრუნველყოფს? არაფერს. ალბათ. ბატონი ირაკლი. მოგესალმებით და პრინციპში რაც ბატონმა თენგიზმა და სოზარმა დასვა ეხმიანება, უბრალოდ შინაარსი გვინდა გავიგოთ კარგად. ანუ თქვენ იქ ადგილობრივი მაცხოვრებელი ხართ, რომელიც მოკლედ იქ ყველაფერი იცით, საქმიანობთ, ცხოვრობთ, იმ გარემოს ყოველდღიურად აკვირდებით, ხო, თქვენი ცხოვრისია. ანუ რაიმე საჭიროება იმისა თქვენთვის, როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლისთვის იყო განცდა, რომ აქ ჩვენი საგუშაგოს ჩაყენება აუცილებელი იყო, ან რამე საჭიროებას წარმოადგენდა, რომ რაღაცისგან თავი დაეცვა მოსახლეობას, ან რაღაცის პრევენცია მომხდარიყო, ან რამე ფაქტები თუ იყო ისეთი, რომელმაც შეიძლება იფიქროს კაცმა, რომ საჭიროება გახადა ამ საგუშაგოს ჩაყენებისა. ანუ აი გამართლება შეგიძლიათ მოუძებნოთ, რომ ამ საგუშაგოს ჩაყენება ამიტომ იყო საჭირო და არ აუშავს ის 100 ჰექტარი, იმიტომ სამაგიეროდ რაღაცა დიდი გადარჩაო. მე ვუერთდები ამ კითხვას, ძალიან კარგი კითხვაა და რო გვიპასუხოთ. აი რა მნიშვნელობა ქონდა? ჩემთვინა გაუგებარია. არა ვიცი ახლა პოლიტიკურად რა იყო როგორა, მაგრამ იქიდან როგორც ადგილობრივი მოსახლეობა არაფერ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. იმიტომ დიდი ტრაქტორებით გზა გაჭრეს და ისიც ჩავიდნენ იქ და დააყენეს საგუშაგო. მანამდე გზაც არ იყო იქით ხედავ, ხო? იყო, მაგრამ აი მიუვალი გზა იყო. კი ბატონო. ბატონელ გუჯა, განვავრცობ თქვენი ნებართვით, ხომ არა გაქვთ კიდევ კითხვა ბატონ ირაკლის ამ ძალიან მნიშვნელოვან კითხვას. მაგალითისთვის თქვენ ხომ არ შეგიმჩნევიათ იმ ტყეში, რომელიც თქვენ თქვით საკოლმეურნეო ტყე იყო? ხლა ეს აკაცუკირას გაიგებს საკოლმეურნეო ტყე რა არის, არ გვაქვს ამის ახსნის დრო, ამაზეც ვფიქრობ ხოლმე, რომ აუხსნათ რაღაცეები, მაგრამ ნუ ამის დრო არ არის. საკოლმეურნეო ტყე იყო. საკოლმეურნეო ტყეში ისეთი ტყეა, ყველა სოფელში ქონდა ასეთი, ხო? ზეპირად იცი ლამის ადამიანმა რომელი ხე სადგას, ხო? ხო, ბავშვობიდან იცი. ხომ არ შეგიმჩნევიათ, აი რაც ბატონმა ირაკლიმ მკითხათ, მანამ სანამ საქართველოს ჩააყენებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო საგუშაგოს. ან ხეზე ნიშნულები, რომ ვიღაცა მეორე მხარე აპირებდა ამის მიერთებას, წაღებას. ჩვენ მხარეში არ შემიჩნევია. არანაირი მტრული აქტივობა არ შეგიმჩნევით.
დარწმუნებით იცით. მაგალითად, ხეებზე ყვითელი ნიშნულები, რომ ვიღაცას უნდა ამის წაღება, მავთულ ხლართის გავლება, არ შეგიმჩნევია. ხშირად დადიოდით იმ დღეში? დავდიოდი ახლა. აი, რამდენ ხანში ერთხელ, კვირაში რამდენჯერ? არა, კვირაში ერთხელ, შეიძლება თვეში ერთხელ გამეორე. თვეში ერთხელ მაინც. სხვებისგანაც არ გაგიგიათ მსგავსი რამე, ხო? თანასოფლელებისგან, ან ჩორჩანელებისგან. იქით არ ვიცი რა ხდებოდა კიდევა. იქით საით? აი დინარის იქით გასაგები. ამ დინარეს რა ქვიაო ბატონი? ლოპეთის წყალს ეძახიან. ლოპანი იყო სოფელი იქ და იქიდან მოდიოდა სათავეს იქიდან იღებდა. კი. ბატონო ელგუჯა, მე მაქვს ერთი პატარა კითხვა და თუ სხვებსაც ეკნათ კითხავენ და შემდეგ აღარ მოგაცდენთ. როცა ეს საგუშაგო ჩადგა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩვენი მხრიდან. თქვენ თქვით, რომ შემოვიდა ამის საპასუხოდ რუსი ოკუპანტი სახელმწიფო და 100 ჰექტარი ტყე და კიდევ იქ, სადაც თქვენ ინერტულ მასალას აგროვებდით და რეალურად საყოფად ცხოვრებოდ გჭირდებოდათ, ეს ყველაფერი მიიერთა, მავთულ ხლართი გაავლო და თვლით, რომ ეს დაიკარგა. ანუ ოკუპაცია კიდევ უფრო მეტი ტერიტორიის მოხდა. გარდა ამ შედეგისა, ხომ არ იყო იქ რაღაცა ისეთი საფრთხე, რომ შეიძლებოდა ცხელი დაპირისპირებაც, ანუ ომი ამტყდარიყო? არა. ამის შიში ხო არ გაგიჩნდათ? სოფელში არ გაგჩენიათ. არ გაგჩენიათ ამის შიში. მადლობა ღმერთს. კი ბატონო. სხვა რაიმეს თქმა ხომ არ გნებავთ ბატონო ელგუჯა? კი ბატონო. ბატონო ელგუჯა, თქვენ ალბათ მოგეჩვენებათ, რომ ჩვენი დღევანდელი გასაუბრება იყო ძალიან მოკლე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვაწოდეთ. თქვენ რაც ბრძანეთ, რომ 100 ჰექტარ ტყეზე მეტი ტერიტორია რუსულმა საოკუპაციო ძალამ მიიერთა ამ ნაბიჯის შემდეგ, რაც გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით მოხდა. ამ აზრს ეს მარტო თქვენი აზრია თუ თანასოფლელებიც ამ აზრზე არიან? მარტო წაღლის მაცხოვრებლების აზრია თუ ჩორჩანელების აზრიც არის? როგორიც? ვიცი წაღული. წაღული. რამდენი ხართ წაღულში დღეს? რამდენი კომლი ბძანდებით? დიდი სოფელი იყო, მაგრამ თანდათან დაიცალა სოფელი. დღეს რამდენი ოჯახი ცხოვრობს დაახლოებით? 150-ზე მეტი. მაინც დიდი სოფელია დღევანდელი გაგებით. ჩემ პერიოდში სკოლაში ჩემ კლასში ვიყავით 60 ბავშვი და ახლა ჩემ სკოლაში არ არის ბავშვი. აი ამ მოვლენების მერე, რაც ამოვლენების მერე დაჩქარდა? დაიცალა სოფელი. ამან დააჩქარა სოფლის დაცვა. არ იცით ზუსტად. იყვნენ თანასოფლელები, ვინც თქვა, რომ დღეს თუ ვეღარ ვიყენებ, აგერ რუსი მომადგა თოფით. წავალ და სხვაგან ვიცხოვრებ. იყო ასეთი? არა, ეგრეთი არა, მაგრამ მაინც ახალგაზრდები მაინც მიდიან სოფლიდან. ბანო ელგუჯა, ამ პირობებში რომ გიწევთ იქ ცხოვრება, თქვენს ოჯახს, თითოეულ თქვენს თანასოფლელს, ჩორჩანელებს, სხვა სოფლის მაცხოვრებლებს თუ არ შეწუხდებით, რომ ჩვენი სახელით, მთელი პარლამენტის სახელით დიდი მადლობა რომ უთხრათ, იმიტომ რომ თქვენ ხართ, არ გაცვიათ ფორმა სამხედრო, მაგრამ თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე და ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცები და მადლობა ამისთვის. კი ბატონო, მე დიდად მოხარული ვარ, რომ სოფელში ვარ. იქ ჩემ გვერდზე იმყოფებიან სოფლის მაცხოვრებლები და ზრუნავ სოფელზე. და სამშობლოზე. მეწევით შროვალ და დიდი მადლობა ამისთვის და ჩამოგბრძანებისთვის. დიდი მადლობა. სხდომას დახურულად ვაცხადებ, გთხოვთ გამორთოთ პირდაპირ ეთერი.